გისმენთ თბილისის დროით. ვარკეთილი 3-ის პირველ მიკრორაიონში მე-17 და მე-18 კორპუსები მწვავე ავარიულ მდგომარეობაშია. ორივე კორპუსი გვერდზეა გადახრილი და ნგრევის საშიშროება დღითი დღე მატულობს. ამას ხელს მიწისქვეშა წყლებიც უწყობს, რომელიც სახლების სარდაფებში გროვდება და საძირკველს აზიანებს. Ბევრი ავარიული კორპუსებია ჩემ რაიონში. ეს ერთ-ერთია და არა ერთადერთი. ძალიან რთული მდგომარეობა აქვს ამის მეზობელ კორპუსში. თავის დროზე ზოგმაც ცემენტი მოიპარა, ზოგმა ქვიშა, ზოგმა წყალი და იმის გამო არის. ახლა მაგალითად აღმოაჩინეს, რომ 20 წლის წინ ეს დაშენდა ეს კორპუსი. ის მარკა, რომელიც უნდა იყოს ცემენტის, იმაზე სამჯერ უფრო დაბალი მარკის არის. ასეთი გახლდათ კომუნიზმის გეგმიური მშენებლობა. მისი შედეგი 25-30 წლის შემდეგ ასეთია. კორპუსი ინგრევა. ასეთი ამ რაიონში 16 საცხოვრებელი სახლია. მარტო მე-18 კორპუსში 54 ოჯახი ცხოვრობს, რომელთა დიდი ნაწილი უსაფრთხოების მიზნით დროებით ნათესავებთან არიან ჩასახლებული. სულ დაბზარებია, აი კედელი თავარი სულ გახეთკილია, ძალიან გვეშინია, იმიტომ რომ ბავშვები აქ არასრულწლოვანი არის 80 ბავშვამდე, 82-მდე. და რა გვეშველება, ოდნავ რომ ბიძგი იყოს რაღაცა, ჩვენ აღარ დავრჩებით ცოცხალი. დღითი დღე რომ წვავდება ეს პროცესი რო შევნიშნეთ, მივმართეთ ბატონ გია არევაძეს, ვანო ზოდელავას და მოგვაქციეს ყურადღება და უკვე მე მგონი დაწყებულია გამაგრებითი სამუშაოები. დედაქალაქის მერს ეს ორივე კორპუსი განსაკუთრებულ კონტროლზე აყავს და როგორც თავად ამბობს, გამაგრებითი სამუშაოების დაფინანსება 2004 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე დაიწყება. უნდა მოსახლეობასთან შეხვედრა და დაევალა უკვე საბინაო სამსახურს 70,000 ლარი უკვე გამოვყავით, დაფინანსება დაწყებულია და აქვე უნდა აღერიშოს, რომ კონსტრუქტორებიც პარალელურ რეჟიმში მუშაობენ, თან მშენებლებიც, ისე რომ მშენებლებთან ერთად და მე ვფიქრობ, რომ თუ დაფინანსება იქნება, მაშინ შედარებით სწრაფად დავიწყებთ მთლიანად საცხოვრებელი კორპუსის გადარჩენას. გასულ წელს ლოტკინის მთაზე სერიოზული სამუშაოები ჩატარდა გზების გაუმჯობესების კუთხით. წელს ეს ტრადიცია კვლავ გრძელდება და ჩოდრიშვილის ქუჩის გაყოლებაზე წერონისის ქუჩა კეთდება, რომელიც სამშაბათის ტრადიციული შემოვლისას ქალაქის მერისა და შესაბამისი სამსახურების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. წერონისი ეს არის ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთი. დედაქალაქში აქ თავის დროზე ტრამვაი მოძრაობდა, ბოლო 10 წელია ფაქტურად უკვე ტრამვაი არ მოძრაობდა და მოსახლეობის თხოვნა იყო, იმიტომ რომ აქ კერძო სექტორია და სახლები ინგრეოდა, როცა ტრამვაი მოძრაობდა. ჩვენ შევძელით სოფლიო ბანკთან ერთად აქ სოლიდური დაფინანსება საჭირო, სადაც 4 მილიონი ლარამდე სამუშაოები კომუნიკაციების დემონტაჟი და მონტაჟი უკვე ფაქტურად დასრულებულია. ეხლა უკვე იწყებს საგზაო სამუშაოებს, თქვენ ხედავთ, რომ საგზაოც უკვე შემოსულია და კიდევ ერთი დასახლება, იცით, როდესაც სამუშაოებს ასრულებ, ხშირად არის, რომ გაუთვალისწინებელი სამუშაოები უნდა გაითვალისწინო მერე და აი აქ 600-მდე ოჯახი ცხოვრობს წერონისის ბოლოში, რომელსაც სამწუხაროდ არავინ ყურადღებას არ აქცევდა. მოსახლეობის თხოვნა კი ასეთია. წერონისის ქუჩის გაგრძელებაზე კიდევ გაკეთდეს ახალი გზა, რომელიც უკვე გარდაბნის რაიონს, ანუ მეტრომშენის დასახლებას ეკუთვნის. ქალაქის მერმა თავად დაათვალიერა ტერიტორია. ესაუბრა მოსახლეობას და გარკვეულ დასკვნამდეც მივიდა.იანად აი ეს მონაკვეთი, რომ შევერთვით ჩვენ სამღერეთის ქუჩას, წერონისის რა თქმა უნდა გაგრძელება, დამატებით საჭირო იქნება კიდევ 150,000 ლარი და მე ვფიქრობ, რომ მერია და საკრებულო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და აი ამ მოსახლეობას ამ უდიდეს პრობლემას გადაუწყვეტს. აქ ტრანსპორტიც არ მოძრაობს და მე რა თქმა უნდა ტრანსპორტის მუშაობაც გაგრძელდება. დღეს კი ეს ტერიტორია ნამდვილად გაუვალია. წვიმის დროს აქ შეუძლებელია ფეხით სიარული. მოსახლეობის თქმით, სკოლაში მიმავალი პატარა ბავშვები წელამდე ტალახში ეფლობიან. კალიღლიაში კალოშები უნდა გეჭიროს ერთ იღლიაში ამოჭრილი, მეორეში ფეხსაცმელი, ქალაქში ამოწუწული ხოვერიული მთელი დღის განმავლობაში. სტუდენტები, მოსწავლე ახალგაზრდობა, პატარა ბავშვები, მოხუცები შეიძლება იმ ტალახში როგორ გადმოვდა, დიდ პრობლემას გვიხსნის ამით ჩვენ ბატონი ვანო. დიდ პრობლემას. დიდი მადლობლები ვართ ჩვენ. იმედი გაგვიჩნდა გენეცალი, იმედი ჩაგვესახა ძალიან. მე მინდა ჩემი მოქალაქეები თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ.
ასე დაიწყო თავისი სიტყვა საკრებულოს თავმჯდომარემ ზაზა ბეგაშვილმა თბილისის პოლიციელებთან შეხვედრისას, სადაც განხილული და შეჯამებული იყო გასული და მიმდინარე წლის კრიმინალური ფაქტები. შეხვედრას საკრებულოს წევრები, არასამთავრობოები და მერიის სამსახურებიც ესწრებოდნენ. ფაქტიურად ქალაქის გარეუბნებში, განსაკუთრებულად ღამის საათებში ქუჩაში გამოსვლა არის შეუძლებელი. ძალიან ბევრი დანაშაული ხდება. მე არ ვიცი როგორღაც, მაგრამ უნდა მოვახერხოთ ისე, რომ თბილისელებმა თავი დაცულად იგზნონ ამ ქალაქში. ეს არის მეგობრების შეხვედრა, ეს არიან ჩვენი თანამებრძოლები, ჩვენი ის ბიჭები, რომლებიც თავსდებენ ჩვენი უსაფრთხოებისთვის და მე მინდა რომ ეს შეხვედრა იყოს დასაწყისი ნაყოფიერი თანამშრომლობის, რაც რის იმედიც მე ძალიან მაფიქრებს ნებისმიერი თბილისელის ბედი, ტაქსისტის ბედი, რომელსაც ყოველდღე აკაჩაღებენ, თბილისელი გოგონების ბედი, რომლებიც საღამოს ქუჩაში ვერ გამოდიან და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი პრობლემაა ამ ქალაქში და მე ვთქვი, რომ დღევანდელი შეხვედრით უნდა დაიწყოს ამ პრობლემების მოგვარებაზე ფიქრი. კლდანი ნაძალადების რაიონის ტერიტორია 83,000 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. თავის დროზე ეს ადგილი დიდი სამრეწველო რაიონი იყო, სადაც ბევრი მნიშვნელოვანი საწარმო მუშაობდა. მათი უმრავლესობა დღეს სამწუხაროდ გაჩერებულია, მაგრამ არ ჩერდება მოსახლეობის ზრდის ტენდენცია, რომელიც დღეს უკვე დაახლოებით 320,000 შეადგენს. თითოეულ ოჯახს თავისი პრობლემების მიუხედავად საზოგადო პრობლემებიც აწუხებთ, რომელიც რაიონში წლების მანძილზე არ გვარდება. ახალ მთავრობასთან ერთად იცვლება რაიონის ცხოვრებაც. შაბათ-დღეს ახმეტელის თეატრის მიდამოებში დიდი დასუფთავება მოეწყო, სადაც თავად მოსახლეობაც იღებდა აქტიურ მონაწილეობას. ხალხს გამოცოცხლება დაგვეტყო რაღაცნაირად, რომ ესეთი რაღაცა შემართებით ძველი დრო გაგვახსენდა. მადლობა ახალ ხელმძღვანელობას. უკეთესია რომ ხალხის გვერდზე რო დაუდგეს თვითონ მოსახლეობამ და ნაგვის გადაყრის ტექნოლოგია რომ ისწავლოს ქალაქის მოსახლეობამ უბრალოდ ამით დაიხმარება ხელისუფლებას. უბრალოდ მომწონს ეს ყველაფერი რომ ალაგებენ და ასუფთავებენ ეზოს, მეტი არაფერი. და მე მიხარია რომ მონაწილეობას ვიღებ. როგორც ხედავთ, მოსახლეობას ნდობა გაუჩნდა. ნდობას კი კარგი საქმეების კეთების სურვილი და ინიციატივა მოყვება ხოლმე. მით უმეტეს ახალგაზრდებში. გამგეობასთან შეთანხმებით ამ ადგილას ადგილობრივი ბაღბოსტნები და ავტოფარეხებიც მოიშალა. მოსწორდა ტერიტორია და პირველ სართულელ მოსახლეობას სუნთქვის საშუალება მიეცა. აქვე გაჩნდა ახალი სურვილიც. საქანელები და რაღაც არ ვიცი. ეს გააკეთე ყველა მოგვეწონი. და გააქვთ სადმე ესეთი საქანელები ახლო მახლო? კი, იქით აქვს, აი სკოლა, რუსულ სკოლის გვერდზეა ცოტა. თუ შორსა? ხო, ცოტა შორსა. შენ რა გინდა აქ გააკეთე ამ ტერიტორიაზე? არ ვიცი, რასაც გააკეთებენ კონფლიქტი. და რა გაგიხარდება? გასართობი გამიხარდება, რომ კარუსელები ეგეთი რამე რომ გააკეთონ, გაიქნება. ყველა ყრიდან აგავთან. მე მინდა რომ სუფთა იყოს ჩვენი საქართველო. მთელი საქართველო თუ არა კლდანი ნაძალადების რაიონი მაინც დაემსგავსოს ადამიანთა საცხოვრებელს, თავისი განათებებითა და მოქმედი შუქნიშნებით, რომელიც ამ ადგილას მდგარი 15 წლიანი ღრმა ძილისაგან მხოლოდ ახლაღა გამოფხიზლდა. მე არ მახსოვს პირველად დავჯექი მაგანას. და რამდენად მოგწონს? კარგია. ხშირად დადიხართ ამ გზაზე? თითქმის ყოველდღე. და ბოლოს როდის გახსოვთ შუქნიშანი რომ მუშაობდა ამ ადგილზე? ბოლოს აღარ მახსოვს. ასე რომ მძღოლების საყურადღებოდ. ამიერიდან კლდანი ავჭალის გადასახვევზე შუქნიშანი მუშაობს, რომელიც თქვენც და ფეხით მოსიარულეთაც დიდ სასიცოცხლო პრობლემას მოგიხსნით. უკანასკნელნი კი კეთილმოწყობილ, მოსწორებულ მწვანე მოლზე ივლიან, რომელიც ქვებით მოპირკეთდა და ცივილიზებულ ლამაზ ადგილს დაემსგავსა. დაცული იქნებით აგრეთვე ხიძეც, სადაც გაამაგრეს და საუკუნოვანი ნაგვისგან გაწმინდეს ტროტუარის ჯებირები. უახლოეს მომავალში კი იგეგმება, რომ ამ პატიოსანი მოხუცებული კაცის ადგილას რიყეზე მდგარი სარაჯიშვილის ძეგლი გადმოვიდეს. საკვანძო ადგილია. არის ქერჩის ქუჩის დასაწყისი, სარაჯიშვილის ქუჩის დასაწყისი. და თქვა და ის ჩვენი რაიონის შემოსასვლელი ესტეკადების აი მინდელის ხიდიდან რო გადმოდიხარ, აი აქ 15 წელია არანთებულა შუქნიშანი. სადაც 10 წელზე მეტია ასე ვთქვათ. იყო უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევა. იყო ღამის საათებში, როდესაც ცუდი განათება ან გარე განათება, ვთქვათ, რაღაც პრობლემები ექნება. აბსოლუტურად შეუძლებელია იქ ორგანიზებული მანქანის ტრანსპორტის მოძრაობა. ჩვენ გავიღეთ ესეთი გეზი, რომ პირველ რიგში ავანთოთ შუქნიშნები, ავამუშავოთ შუქნიშნები და დავხაზოთ აი შუქნიშნების მიმდებარე თქვა ტერიტორიები და აი ხედავთ რომ მეტრო ნაძალადებთან ძალიან 10 წელია არანთებულა. აი ის რომელზეც მე მოგახსენეთ ის ადგილი. ეხლა თეატრის, გდანის თეატრის ქუჩა, ვეპკუას ქუჩასთან იქაც
ჩაერთვება დღეს უკვე შუქნიშანი და მთელი დადიანის ქუჩა. ორგანიზებული მოძრაობის შემდეგ გადავწყვიტეთ დასასვენებელი ადგილები გვენახა. ნაძალადევის რაიონში დადიანის ქუჩაზე მდგარ ამ ბაღს ცოტა ხნის წინ ვერც კი შეამჩნევდით, რადგან მას ჯარისკაცებივი ჩალაგებული ჯიხურთა მწკრივი იცავდა. დღეს ეს ადგილი მეორედ დაიბადა. აქ აი ამ ადგილას ჩვენ ვიყოფებით, ვერ გაევდით და კაცი და მე ვფიქრობ, რომ მოსახლეობა პირველ რიგში მაყოფილი იქნება, იმიტომ რომ გარეგანათება აღდგენილი იქნება, მოიკირწყლება სკამები უკვე თითქმის დასრულდა სკამების დადგმა, შადრევანი იქნება აღდგენილი და რაც მთავარია ბავშვები და უფროსი ასაკი და არა მარტო უფროსი ასაკი, ყველა ვინც აი ამ მეტროთი გზავრობს და აი ამ მონაკვეთზე უხდება გავლა, ყველანი კმაყოფილები დარჩებიან. კმაყოფილი კი მართლაც ბევრია. პირველი დედაქალაქის მერია, რომელმაც სამშაბათის ტრადიციული შემოვლისას ეს ადგილი თავად დაათვალიერა. ბაღს გამგეობა ალამაზებს თავისი ინიციატივითა და ხარჯებით. ძალიან კარგია და წეგანაც ვლაპარაკობდით, რომ კიდე კაი ღმერთმა გადმოგხედა და უშველად უბანს და ეშველება ბაღს და ბავშვებს და ყველას. ძალიან კარგი რამე კეთდება სხვათა შორის. ეს ალბათ დღევანდელი ხელისუფლების მონაგარია და მაგაზე ძალიან დიდი მადლობა უბნელების სახელით. მალე გურამიშვილის გამზირის დიდ მონაკვეთზე ბევრი შუქნიშანი აინთება. აინთება ლამპიონებიც, ადგილობრივად შეკეთდება გზის და კომუნიკაციების ის მონაკვეთებიც, რომელიც პირველად დახმარებას მოითხოვს. უკვე წლების მანძილზე გზის ამ ადგილს არ აქვს პროფილი. ხდება ნალექების შედეგად დიდი რაოდენობით წყლის დაგუბება, რომელიც აფერხებს როგორც ქვეით მოსიარულით, ასევე სატრანსპორტო საშუალებებსაც. დღეს ამ ადგილზე ახალ სანიაღვრე კოლექტორს აკეთებენ. ჩაიდება 140 გრძივი მეტრის 300 მმ-იანი მილებით. ამით მოხდება დაგუბებული წყლის ამოშრობა და პატარა ბაყაყები აწევყვის სხვაგან მოძებნიან ბინას. მოსახლეობის იზრდობა და განწყობა კი, რომელიც მთელს რაიონში ერთიანია, გამგეობის კეთილსინდისიერი მუშაობით არის გამოწვეული. სხვაში ძალიან საინტერესოა ჩვენი და მოსახლეობის ურთიერთობა. არის ძალიან ისეთი გაგებით ეკიდებიან, სიხარული აქვთ დიდი, რომ აი წარმოიდგინეთ 90 წლის შემდეგ გდანის მეშვიდე მიკროში არ ყოფილა შიდა განათება. ავჭალის დასახლებაში არ ყოფილა შიდა განათება, აი ჩაჭრილი, მოპარული, გაძარცული, რა ვიცი როგორც გინდათ ის. და აი რო ხედავენ ამას, თქვა და ეხლა პრიორიტეტად ჩვენ არ აგვირჩევია რომ აი მოდი გდანი დავიწყოთ მეტრო ახმეტელიდან და მე მივიდეთ მეშვიდეში, აი ჩვენ კომპლექსში განვიხილოთ რა. და ეს ძალიან უყვირთ მათ და ძალიან უხარიათ რომ აი გდანი იწყება მეშვიდე მიკროდან და არა თქვა მეტრო ახმეტელიდან და ამას ხედავენ რომ ჩვენი გუნდი მომდევნებულია რომ კომპლექსში დაეტყოს ხელი და არა თქვა რაღაცა ცენტრალურ ადგილს რომ აი განათდეს თქვა მეტროს მიმდებარე ან თეატრის მიმდებარე და მე ეს იცით სხვადასხვა აი დანში რო ეს ხდება მას გაგებით ეკიდება ნაძალადები მე ნაძალადებში რაღაცა მოხდება თემკაზე სადაც მივიდიოთ ჩვენ არანაირი წინააღმდეგობა აი პირადად მე და ძალიან ესე გვიყურებენ ოპტიმისტურად უხარიათ რომ ახალგაზრდები ვართ ჩვენ მოკლედ მიმოვიხილეთ გლდანი ნაძალადების რაიონში მიმდინარე სასიკეთო ძვრები ყურადღება შევაჩერეთ ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტებზე და ობიექტურად მოგაწოდეთ არსებული სიახლეები გავესაუბრეთ მოსახლეობას და გავარკვიეთ მათი პოზიციაც ჯერ მხოლოდ თვენახევარია გასული რაც ახალი ახალგაზრდა და ენერგიული გამგებელი თავის გუნდთან ერთად მოეჭიდა დიდ და საპასუხისმგებლო საქმეს რაიონის მოვლა პატრონობას ძალიან გვიყვარს ჩვენი რაიონი ეს არის რომ ჩვენ გვინდა რომ ისეთივე იყოს ჩვენი რაიონი როგორც თქვა ცენტრალური პროსპექტებია თქვა საბურთალოზე ვაკეში თქვა პლეხანოზე პირველი არის ეს რომ გვიყვარს და ჩვენს გვინდა რომ არაფრით აი ეს მოსახლეობა არ განსხვავდებოდეს დედაქალაქის სხვა რაიონისგან მეორე ალბათ არის ის ძირითადი მთავარი რომ ჩვენ ყველა გამგებელი დღეს ვინც არის ხუთივე თბილისში ჩვენ ვართ ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსული გამგებლები და მე მინდა რომ მოსახლეობამ ეს თავის თავზე იგრძნოს რომ რა ცვლილება მოიტანა ამ რევოლუციამ და მინდა რომ აი გულწრფელად მინდა რომ ის დობა რომელიც გამოგვიცხადეს აი თუნდაც იმ დღეებში ჩვენ გვერდში დგომით შემდეგ პრეზიდენტის არჩევნებზე აი ამ ხელა დობის მანდატი მიანიჭეს პრეზიდენტს და მინდა რომ ეს ყველაფერი დაუბრუნდეს აი ამ სიკეთით რასაც ჩვენ ახლა ვაპირებთ სხვა ამას მე სახეს ვერ დავარქმევ მინდა გითხრათ რომ ჩემ ყველა მოადგილეს ასაკი ჯანმრთელობა ენერგია ყველაფერი ხელს უწყობს რომ იყვნენ ამ ხალხის სამსახურში ოთხშაბათ დღეს საკრებულოს ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომისიის თავმჯდომარის დავით იოსელიანის ინიციატივით შეკრებილ გარემოს დამცველებსა და ბიზნესმენებს შორის საკმაოდ საქმიანი შეხვედრა შედგა. თბილისში შემოსული ნავთობპროდუქტები და მათი მავნე ზეგავლენა გარემოზე. ეს გახლავთ პრობლემა, რომელსაც ექიმები მომრავლებულ ონკოლოგიურ დაავადებებს უკავშირებენ.
კონცენტრირდება მთელი აზროვნება გარემოს დაცვითი და ეკოლოგიური ცნობიერება იმით, რომ რამდენად კარგად ტარდება გამწვანებითი ღონისძიებები. ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი არის თავისთავად, სოლიდური ადგილი უკავია ჯანსაღი გარემოს შექმნასთან დაკავშირებით, თუმცა როგორც აქ აღინიშნა კონფერენციაზე დღეს და განსაკუთრებით თბილისში გარემოზე მავნეზე მოქმედების 80%-ს დაახლოებით სწორედ ჩვენი ავტოპარკი და ჰაერში ეს მავნე გამონაბოლქვები არის, რომლებიც არასრული წვის შედეგად ხდება არასტანდარტული და ხშირად სტანდარტთან შეუსაბამო საწავის გამოყენებით და სხვადასხვა დარღვევების გამო. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ეკოლოგიური გადასახადი, მისი კონცენტრირება გარემოს დაცვის სამსახურში არ ხდება, რაც თავის გავლენას პოვებს ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. თუმცა დაფინანსების შემთხვევაშიაც კონკრეტულად გამონაბოლქვის მავნელის ზეგავლენის შემცირება შეუძლებელია, თუ არ მოხდა მთლიანად სისტემის შეცვლა. საუბარია საწვავის სტანდარტსა და ხარისხზე, არასრულყოფილი იმპორტისა და ტრანზიტის რეჟიმის არსებობაზე, არასადანადო საკანონმდებლო ბაზისა და ნავთობპროდუქტების კონტროლისა და რეგულირების სფეროში არსებულ განუკითხავაზე. ჩვენ შეხვედრა ეძღვნებოდა ძირითადად ამის ყველაფრის სრულყოფას საკანონმდებლო დონეზე. სულ ცოტა ხანში სპეციალისტებთან ერთად, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ერთად, რომელსაც გაწეული აქვს თამასთან დაკავშირებით საკმაოდ სამუშაოები, ჩვენ დავდებთ პაკეტს დოკუმენტებისას, რომელიც წავიდგენთ პარლამენტს და იმედი გვაქვს, რომ ახალი პარლამენტი მოკლე დროში ამ სფეროში წესრიგის დამყარებაში დაგვეხმარება. არ არის გამორიცხული, რომ საწვავზე ფასი უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიზარდოს. თუმცა ექსპერტები თვლიან, რომ მოსახლეობას უხარისხო ბენზინით დაბინძურებული გარემო უფრო ძვირად, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად უჯდება. დედაქალაქის ხელმძღვანელობა 26 მაისისთვის მზადებას უკვე იწყებს. თბილისის საჩუქრად ბევრ საინტერესო ობიექტს მიიღებს. ვანო ზოდელავა ყველაზე პრიორიტეტულად რამდენიმე მშენებარე კორპუსის დასრულებას მიიჩნევს. 26 მაისისთვის თბილისში 3 კორპუსი დასრულდება და შესაძლებელია, რომ 26 მაისისათვის ჩვენ ხილიანი გავხსნათ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ის ოჯახები, კმაყოფილები დარჩებიან და შესაძლებელია ასევე მარჯანიშვილზე ის კორპუსები, რომელიც ჩვენ მოვინახულეთ, ერთი დიდი კორპუსი, რომელიც პირდაპირ დგას, ისიც 26 მაისისათვის გავხსნათ. და გლდანში კორპუსი, რომელსაც 16 სართულიანი კორპუსი, რომელიც მე ჩვენ გადავჭერით, ისიც შესაძლებელია, რომ 26 მაისისათვის გაიხსნას. ისე რომ საინტერესო პროექტებია და გამგებლებთან ერთად უნდა ინახოს ეს, რომ სულ ყველა ამ პროექტზე დაფინანსება იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული. უკვე მე-6 თვეა შეიძლება ითქვას, რომ დედაქალაქი მთავრობის გარეშე ცხოვრობს. თბილისს არც მთავრობის პრემიერი და არც ვიცე-პრემიერები არ ყავს. ქალაქის ხელმძღვანელობას 6 თვეა დედაქალაქის მერი და თბილისის მთავრობის ვიცე-პრემიერი თემურ ქურხული იღებენ თავის თავზე. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ალბათ ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგდება და მერიაში ახალი მთავრობა მოვა. მანამდე კი ამ მდგომარეობას, რაც დღეს ქალაქის ხელისუფლებაშია, ჩვენ ექსპერიმენტი უწოდეთ, რომელმაც გაამართლა. ქალაქის მერი, პრემიერი, მოადგილე და ვიცე-პრემიერი. ეს გახლავთ ის შემცირებული შემადგენლობა, რომლებმაც დედაქალაქის შესახებ ახალი კანონის მიხედვით თბილისს უნდა უხელმძღვანელონ. უცხოჩა ამ პერიოდში, რა პერიოდში მე მომიწია მუშაობა ფაქტურად პრემიერის გარეშე და უკვე ბოლო პერიოდი ვიცე-პრემიერების გარეშე, ну, ქალაქში სერიოზული პრობლემა არ შექმნილა. თუმცა ცოტას ვაგვიანებთ ხელფასებსაც და ალბათ ასე ძალიან მალე გამოსწორდება. ну, საერთოდ რა თქმა უნდა რთულია ახლა. ჩვენ რაც არ უნდა ვთქვათ ახლა და რაც არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ პრობლემები არ არის ქალაქში, ქალაქში ძალზედ ბევრი პრობლემებია და რა თქმა უნდა გუნდი საჭიროა, მთავრობა საჭიროა. თბილისის მთავრობის ვიცე-პრემიერი ამ პერიოდის მანძილზე ყველა პრობლემაზე თანაბრად მუშაობს. თემურ ქურხული რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივ საქალაქო ორგანიზაციებთან ერთად 2004 წლის ბიუჯეტზეც მუშაობს. შარშანდელთან შედარებით ზრდა არის საკმაოდ სერიოზული და ეს მაჩვენებლები ფაქტურად დადასტურდა უკვე შემოსავლების კუთხითაც, რომ ნამდვილად შეიძლება ამ ბიუჯეტის შესრულება. პრიორიტეტად მე ძალიან ხშირად ახლა მე ბევრს სატელევიზიო გამოსვლაში ჩემი და გაზეთებშიც აღვნიშნე, რომ ჩვენ უნდა მივხედოთ სერიოზულად ქალაქის ავარიულ ფონდს, საბინაო ფონდს. ჩვენ მრავალსართულიანი სახლები, სამწუხაროდ 9-16 სართულიანი სახლები სამალალო მდგომარეობაში და კატასტროფულ მდგომარეობაში უფრო მეზგები. ჩვენ თუ რაიმე სპეციალური პროგრამა არ ჩამოვაყალიბეთ, ჩვენ შეიძლება რამოდენიმე წლის შემდეგ ქალაქი აღმოჩნდეს უსერიოზულესი პრობლემის წინაშე. ამ წლის ბიუჯეტში პრიორიტეტი ავარიული კორპუსების აღდგენა იქნება. კვლავ იქნება დაცული მუხლები პენსიების, ხელფასებისა და საოჯახო დახმარებების სახით.
მაისიდან თბილისელი პენსიონერები 20 ლარს აიღებენ. პედაგოგები და კულტურის მოღვაწეები მომატებულ ხელფასებს კვლავ მიიღებენ. სოფლიო ბანკთან ერთად კონსულტაციების შედეგად დაიწყება ქალაქის სტრუქტურების რეორგანიზაცია. პარალელურად კი გახორციელდება ახალი პროექტი, ფასიანი ქაღალდები, ეგრეთ წოდებული მუნიციპალური ბონდები, რომელიც ბიუჯეტს მნიშვნელოვან პრობლემას მოუხსნის. თემურ ქურხული აქცენტს დონორ ქვეყნებზეც აკეთებს. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბიუჯეტი საბოლოოდ დამტკიცდება. როგორც ვარაუდობენ, ამ ბიუჯეტს წინა წლის ვალები არ გადმოყვება, რაც საშუალებას იძლევა, რომ გაწერილი გეგმა შესრულდეს. მანამდე კი საპარლამენტო არჩევნებია. ხვალინდელმა დღემ მნიშვნელოვნად უნდა შეცვალოს ჩვენი ყოფა. არჩევნების დღეს მიწისქვეშა და მიწისზედა საქალაქო ტრანსპორტი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება. 23:03:67 გისმენთ თბილისის დროით.